შემდეგი არის უკვე ტყუპები. აბა როგორები ვართ? ნუ რა თქმა უნდა ძალიან აქტიური ხარის ნიშანია და აი ხშირ შემთხვევაში აი მათთვის სიყვარული არის ვერბალური გამოხატულება. ანუ ძალიან უყვართ საუბარი, ხო, საყვარელ ადამიანთან და აფასებენ ადამიანში განათლებას, ინტელექტს, ანუ რამდენად საინტერესო მოსაუბრე, აი რამდენად მეტს ვსწავლობ მე მისგან და შემიძლია თუ არა რომ ვიყო მის გვერდით ყველანაირი, ხო? ანუ ჩვენ ვიცით რომ გაორებული ნიშანია და რა თქმა უნდა სიყვარულში ახასიათებთ ერთგვარი ცოტა არასტაბილური ტენდენცია, რომ აი ხან კარგ განწყობაზეა, საღამოს შეიძლება უცბად საერთოდ საპირისპირო განწყობაზე იყოს და ამიტომ თქვენ თუ ყავთ პარტნიორი ტყუპები, უნდა იყოთ მზად, რომ ფაქტობრივად თქვენ ყავთ ორი ადამიანი საპირისპირო და ნუ საკმაოდ საინტერესოა ეს და მნიშვნელოვანია რომ არ შევზღუდოთ, იმიტომ რომ ჰაერის ნიშანია და თავისუფლება სჭირდება. შემდეგი არის უკვე კირჩხიბი. ნუ კირჩხიბი არის ერთ-ერთი ყველაზე მეოჯახე ნიშანი, წყლის ნიშანია და საკმაოდ ინტენსიური ემოციები აქვს, ანუ საკმაოდ მგრძნობიარეა და ყველა კირჩხიბისთვის, ტიპიური კირჩხიბისთვის არის მნიშვნელოვანი ოჯახური კერა, ოჯახური ფასეულობები და ნუ აი საკმაოდ მზრუნველები არიან პარტნიორების მიმართ, მაგრამ ფაქიზი სული აქვთ ძალიან, ანუ მარტივად წqvit რაღაცები საყვარელი ადამიანებისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გავითვალისწინოთ, ხო?